დედა თუ ცოლი. ესეთი დილემა არსებობს ხოლმე კაცების ცხოვრებაში. ხშირად ხდება საკმაოდ, რომ მამაკაცის დედასა და ცოლს შორის არის ხოლმე გარკვეული ტიპის დაპირისპირება, დაძაბულობა, შესაძლოა კონფლიქტი და ასე შემდეგ. საერთოდაც დღეს არამხოლოდ დედის და ცოლის დილემაზე, რომელიც ცოტა ხუმრობითაც დავარქვი ამ ვიდეოს ვისაუბრებ, არამედ ოჯახის, ასე ვთქვათ, აგებულებაზეც. როგორია ოჯახის აგებულება, ადრე როგორი იყო, დღეს დაახლოებით როგორია და ჩემი გადასახედით და ჰიპოთეზით, რა დინამიკაში არის ოჯახის მოდელი სამომავლოდ, ანუ მომავალში რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ აქ. ეს რა თქმა უნდა ჰიპოთეტურად, მომავალი ხო უცნობია. ეხლა საინტერესოა, რომ თვითონ ვიდეო რო დავიწყე, სტრუქტურა, რომელიც აღწერე, არის ასეთი. წარსულში რა იყო, ახლა რა არის და მომავალში რა იქნება. ეხლა რო წარმოვიდგინოთ ასე სტრუქტურალურად დედასა და ცოლს შორის, როდესაც დგას მამაკაცი, დედის მხარეს როცა იყურება, უყურებს თავის წარსულს, ხოლო ცოლის მხარეს როდესაც იყურება, უყურებს თავის მომავალს. ეს სიმბოლურად რო გითხრათ. მომავალი უცნობია და მომავალი ცვლადია, მომავალი არასტაბილურია, მომავალი განსხვავებულია, მომავალი სიურპრიზია. არ ვიცი, კარგსაც გვიქადის, ცუდსაც გვიქადის, ბევრ ამას გვიქადის მომავალი, ხო, რეალისტები რო ვიყოთ. ხოლო წარსული ცნობილია, კარგად ნაცნობია, სტაბილურია იმ გაგებით, რომ დღეს აქ და ამჟამად რომ ვართ, ეს იმ წარსულმა, ასე ვთქვათ, შედეგად მოიტანა, რომ დღეს ადამიანი არის აქ და ამჟამად რაღაცა წონასწორობაში. შეიძლება ნეგატიურშიც, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არის. ხო და აი დაახლოებით აი ესეთი სივრცეა, როდესაც ადამიანი ეკონტაქტება დედას და ცოლს. დედა არის ის საფუძველი და ნიადაგი, საიდანაც ადამიანი დაიბადა, გაიზარდა და წარმოიქმნა, ასე ვთქვათ. ხოლო ცოლი არის მომავალი, ანუ ცოლი არის ის ნიადაგი, საიდანაც ჩნდება შვილები, ხდება ახალი სიახლეების მოტანა სამყაროში, რაღაცისკენ სვლა ერთად. ანუ ასე ვთქვათ, ცოლ-ქმარი არიან გუნდის წევრები. რაღაცა გუნდია, შეიძლება ორწევრიანი, შეიძლება მეტწევრიანი, რომელიც რაღაცას აშენებს, რაღაცას ქმნის, ხო? ეხლა ვითარება, როდესაც ასე იძაბება, რომ და ხშირად იძაბება, რომ არის კონფლიქტი, დაძაბულობა, დაპირისპირება, შეიძლება კონკურენცია და ასე შემდეგ. ადამიანის დედასა და ცოლს შორის, ვინაიდან გაუცნობიერებელი ნაწილი, ისედაც სულ არის ყოველთვის ადამიანის ცხოვრებაში, ეს რომ ადამიანმა სრულად შეძლოს იმის გაცნობიერება, რისი გაცნობიერებაც ძალუც, წარმოიდგინეთ, ხო, ეს ზართულია. და ის რომ საერთოდ არის რაღაცები, რაც საერთოდაც ვერ გაცნობიერდება ვერასდროს, ეგ კიდე მეორე მხარეა. მაგრამ ეხლა ნახეთ, როგორი სიტუაციები იქმნება. არის ხოლმე რაღაც დაძაბულობები, რაშიც კაცი შუაში აღმოჩნდება და არ იცის რა ქნას. ხანდახან ეს დაძაბულობები არის პირდაპირი. მაგალითად, რძალი და დედამთილი, ასე ვთქვათ, არიან გადამტერებული ერთმანეთს, კამათობენ, ჩხუბობენ, ასე ვთქვათ, იბრძვიან რაღაცა დაძაბულობა. ეხლა ვამკვეთრებ, რომ უფრო კაფეო იყოს, ხო, ფენომენი. ეს შედარებით მარტივი სიტუაცია არის. თუმცა, რა თქმა უნდა, მტკივნეულია. მერე აქ არის მხარე, სად უნდა დაიჭიროს კაცმა, არ დედის მხარი დაიჭიროს, თუ ცოლის მხარი დაიჭიროს და ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი, რაც რა თქმა უნდა მძიმეა და მტკივნეულია, თუმცა აქ ჯერ კიდევ არ აუშავს სიტუაციას, იმიტომ რომ კონფლიქტი დედასა და ცოლს შორის არის ცხადი. აი თვალსაჩინო კონფლიქტია. და როგორც წესი თან ესე ხდება ხოლმე, რაც მე ავხსნი რატომ არ არის მართებული, მაგრამ ძირითადად ცოლიც და დედაც კაცისგან ელიან ხოლმე კონფლიქტის მოგვარებას.
და ჯგუფებშიც ახლა Facebook-ზე რო იწერება ანონიმური პოსტები, სადაც რძალსა და დედამთილს შორის არის კონფლიქტი, ყველა აბსოლუტურად 90% აკომენტარებს, რომ აი კაცი არ ვარგა, ეგრო კაცი ყოფილიყო და ალაგებდა, ანუ რაღაცნაირად ესე ხდება, რომ ორ ადამიანს შორის კონფლიქტზე, ანუ რძალსა და დედამთილს შორის კონფლიქტზე პასუხისმგებლობას აკისრებენ მესამე პირს, ანუ ქმარს, ან შვილს, რომელი გადასახაიდანაც გინდათ შეხედეთ. ესეთი არაგაუცნობიერებელი ტენდენციები ადამიანებში არის და ძალიან მომწამლავია. იმიტომ რომ ორ ადამიანის შორის კონფლიქტის გადაწყვეტას ჭირდება ის ორი ადამიანი. მესამე ადამიანი მომრიგებელ მოსამართლეთ ან სადამსჯელო ჯალათად მათ შორის ვერ ჩადგება. ეგ არის უტოპია. თუ ვინმე ამას ცდილობს, ადამიანები ცდილობთ ხოლმე ისეთ რაღაცეებს, რაც განუხორციელებელია, იმიტომ რომ არ ცნობიერდება რაღაცეები ხოლმე და რაღაცა უტოპიებს, ილუზიებს, ჯადოსნობებს, ამას ვცდილობთ, ძალიან ვცდილობთ. საახალწლო თუ ერთ საცივი უნდა და მეორეს ბაჟე, აი აქ იჩენს პრობლემები თავს. ან ქმარს თუ დედის გაკეთებული მოსწონს, მხოლოდ და სულ ადარებს. კი, თამარ, საჭირო თემა არის, რა თქმა უნდა. სადამდეც იარსებებს კაცობრიობა, ეს თემა უკვდავია. მე ასე მწამს. ხო, ეს კონკურენცია ჩანს აქ, ხა შენ რაც დაწერე, ხო? საცივი თუ ბაჟე, ჩემი გაკეთებული თუ ცოლის გაკეთებული, ამბობს დედა. ცოლი შეიძლება ისე კარგად ვერ აკეთებს, როგორც დედა. ხანდახან ხდება ეს, იმიტომ რომ ხა დედა არის, რა ვიცი, გამოცდილი 30 წლის მანძილზე აკეთა საცივი და ცოლმა შეიძლება ხა დაიწყო. ნახეთ, სხვადასხვა სიტუაციებია. როდესაც დედამთილი და რძალი კონკურენციაში მოდიან შვილთან მიმართებით, ხო? სხვადასხვა ბექგრაუნდია იქ. დედამთილი კარგად იცნობს თავის შვილს, რძალიც იცნობს სხვა კუთხით, ბევრად უკეთ ვიდრე დედამისი. მაგრამ აბსოლუტურად სხვა გადასახედიდან არის ეს ცოდნა. ის, როგორ გითხრა, ორიენტირებულია შვილზე იზრუნოს, ხო? და ცოლი, როდესაც ჯანსაღად გრძნობს თავს, ზრუნვაზე არ არის ორიენტირებული. ის პირიქით ორიენტირებულია, რომ ესენი გუნდი არიან და ერთმანეთს რაღაც კი მხარს უჭერენ, მაგრამ ერთად რაღაცა გააკეთონ. ასევე, რა თქმა უნდა, ცოლი უფრო მიმღებლობაზე არის ორიენტირებული გარდა გაცემისა. მაშინ, როდესაც დედის მხრიდან დინამიკა უფრო გაცემა არის და ასე შემდეგ, ანუ დიდი სხვაობა არის რძალსა და დედამთილს შორის. თანასწორები კი ვართ, მაგრამ მაინც კაცმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, კაცია და იმიტომ მაშ. ხო, ეს კაი კომენტარი არის, გიორგი, მადლობა. ხო, აი რაღაცნაირად ასე იციან, რომ ცოლი და დედა თუ ჩხუბობენ, კაცის ბრალია. საინტერესოა, ხო, ეს დასკვნა. ხო, ეს უტოპიაა, რომ კაცი მოაგვარებს ან კონფლიქტს რძალსა და დედამთილს შორის. რა თქმა უნდა, მას აქვს გავლენა, იმიტომ რომ ოჯახია. გავლენა, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახის წევრს აქვს, ვინც არ უნდა იყოს ძაღლი თუა ოჯახში, ძაღლსაც აქვს გავლენა. მე მახსოვს, მქონდა ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანებს თხოვე, რომ თქვენი ოჯახი აღმიწერეთ მეთქი რა, რაღაც ჯგუფის თერაპია იყო და აღმიწერეს ოჯახი და დაახლოებით 6 თვის მერე გავიგე, რომ ოჯახში კიდევ ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელიც დამიმალეს. და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, ანუ ისინი თვლიდნენ, რომ ამ ოჯახის წევრს არ აქვს გავლენა. და თან იყო ოჯახში, თან არ მოიაზრებოდა ოჯახის წევრად. ან შეიძლება მოიაზრებოდა, მაგრამ ისინი ასე ხედავდნენ, რომ ეს ოჯახის წევრი სათქმელი არ არის. ხო, ხვდებით, აი საინტერესო ფენომენებია ხოლმე რა ოჯახში საერთოდ. არა და ის იქ იყო. ანუ, როდესაც ადამიანი არის ოჯახში, ადამიანი, კი არა და მე თან როგორ უთხარი, იცი, რომ აი ძაღლი თუ არის, ძაღლიც მითხარით. იმიტომ რომ ძაღლსაც აქვს გავლენა ოჯახზე. საერთოდ დასრულად და მე სხვისგან რეგულაცია თუ სჭირდება და თვითრეგულაცია არ შეუძლია, მაშინ კაცი კი არა თერაპევტი ჭირდება. ხო, სხვათა შორის კარგი კომენტარი ესეც გიო, მადლობა. საქმე იმაშია, რომ ხშირად ადამიანები თერაპიულ ურთიერთობას ვითხოვთ ხოლმე, არ ვიცი, პირად ურთიერთობაში, ოჯახში, მეგობრულ ურთიერთობაში კი თერაპიული კონტაქტი ყველგან შეიძლება დადგეს, ესეთი რამ ხდება ცხოვრებაში, ქუჩაში მიდიოდე და არ ვიცი, მგზავრი შეგხვდეს, რომელიც აგემგზავრება სადმე ავტობუსში და რაღაც ისეთი გითხრას, ან გააკეთოს, ან დაინახო, რომ იყოს შენთვის თერაპიული. ეგ სხვა ამბავია. თუმცა რაღაცების ესე გაცნობიერება და გეგმილად და შეხება საკუთარ სამყაროსთან და გარე სამყაროზე დაკვირვებების გაკეთება, ესე მოსთხოვო, თქვათ,
იმ ადამიანს, ვისაც სხვა როლი აქვს შენ ცხოვრებაში, ხო? აი ცოლს, დედას, მამას, შვილს, ეს სხვა როლია. თერაპიული კონტაქტი სხვა როლია. მასწავლებელი კიდევ სხვა როლია და ასე შემდეგ. აი ზუსტად როლების აღრევაში არის ხოლმე პრობლემა. რძალსა და დედამთილს შორის. ეს არქაული ძველი პრობლემა არის და მოდის ფროიდიდან რო გითხრათ, გაუცნობიერებლად, რა თქმა უნდა, კონკურენცია იბადება იქ, სადაც სასურველი ობიექტი არის ერთი. და ეხლა ფროიდს, რომელსაც ძალიან აკრიტიკებენ ადამიანები და ძალიან არ უყვართ ფროიდის სექსუალური, ასე ვთქვათ, ანალიზის ნაწილი, ძალიან ნათლად აქვს დასახული, რა ხდება, როდესაც რძალი და დედამთილი, ვთქვათ, არიან კონკურენციაში, ვაჟის ყურადღების მხრივ და მისი ენერგეტიკა უნდა ორივეს. აქ საუბარი არის გაუცნობიერებელ ტოლვებზე, რომელიც ადამიანებს გვაქვს ხოლმე. ეს ნევროტული ჯერ კიდევ შემორჩენილი ინცესტუალური ლტოლვებია, რომელიც რა თქმა უნდა ტაბუს ქვეშ არის და ამიტომაც ახლა ამას რო ვამბობ, ალბათ რაღაც რეაქცია არის, ვინც მისმენს, ხო, იმიტომ რომ ტაბუა, ტაბუს როცა ვეხებით, ძალიან დიდი უსიამოვნო გრძნობა იბადება ადამიანში, თუმცა, ტაბუს ქვეშ არის მოქცეული ძველი, არქაული, აი კანიბალი რო იყო ადამიანი, იმდროინდელი იმპულსები. და ეს იმპულსები არის ასეთი, რომ კი ადამიანები ინცესტუალურად ცხოვრობდნენ. ამაზე დავა მიდის ხოლმე, რომ ბიბლიაშიც ახლა ადამი და ევა ფაქტიურად დაძმა გამოდიან, ხო, ღმერთმა ესე შექმნა და მე ისინი რომ შეწყდნენ და შვილები რომ გააჩინეს, ისინიც დაძმები იყვნენ. ანუ არსებობს ესეთი თეორია, რომ ბიბლიაშიც კი ინცესტით გამრავლდა ადამიანი თავიდან, ხო? ეს რა თქმა უნდა ეხლა დღეს წარმოუდგენელია, ყველა კულტურაში ტაბუს ქვეშ არის დაძმას შორის ურთიერთობა და დედაშვილს შორის, თუმცა ვიცით ოიდიპოსის კომპლექსი, ელექტრას კომპლექსი და ასე შემდეგ, ხო? ესენი, არაცნობიერში ვინაიდან ეს იმპულსები არის, გაუცნობიერებლად დედებსაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ურთიერთობა ორმხრივია, ცალმხრივი ურთიერთობა არ არსებობს, იქით მხარეს თუ ცოცხალია ვინმე. მკვდარი თუა შეიძლება იყოს ცალმხრივი, თუმცა არც მაგის ბჯერა, მაგრამ კაი. და როდესაც ცოცხალია, ესე იგი რა გამოდის, რომ გაუცნობიერებლად, როდესაც ვაჟიშვილი ქორწინდება და მოყავს ცოლი, იქ დედის ეს ინცესტუალური იმპულსი, გაუცნობიერებელი ფრუსტრირდება სასტიკად, იმიტომ რომ აქ არ შეიძლებოდა აკრძალულია და ტაბუ არის ლტოლვა და იქ კი პირდაპირ მოცემულია და ღია. და ამიტომაც და თან თუ გავითვალისწინებთ ასაკობრივ სხვაობას, რომ დედამთილის როლში ვინც არის იმისი სექსუალობა სხვა სიმწიფის ეტაპზეა და რძლის სექსუალობა სხვა სიმწიფის ეტაპზეა, ეს ხო ცხადია, ხო, უმრავლეს შემთხვევაში ასე ხდება, რომ რძალს უფრო დიდი სექსუალური ცხოვრება აქვს წინ, იმიტომ რომ ახალგაზრდაა. და დედამთილი შესაძლოა ჯერ კიდევ სექსუალურად აქტიურია, მაგრამ შეიძლება უკვე გადავიდა ეს აქტუალობა მისი ცხოვრებიდან და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მწარე არის. სანამ დედები ყავს, ძალიანაც მომწონს მათი გაკეთებული ყოფილი დაეგვაჯობონ ამაში. თემა გაცილებით სერიოზულია ისე. ხო, რა თქმა უნდა უწევთ ცოლსა და დედას შორის და ნახე ახლა თამარ, მადლობა ამ კომენტარისთვის. მნიშვნელოვანი აქ რა არის, რომ მე ვამბობ, რომ როცა ეს კონფლიქტი ღიაა დედამთილსა და რძალს შორის, ყველაფერი კარგად არის კიდევ. იმიტომ რომ კონფლიქტი ჩანს, თვალსაჩინოა. მართალია მწარია და მტკივნეულია და ეხლა იმაზეც ვისაუბრებ, გამოსავალი რაში არის აქ, მაგრამ მწარეა რა და არსებობს შეფარული კონფლიქტი, რომელიც თვალსაჩინო არ არის და ესე მოჩანს, რომ ყველაფერი კარგად არის, რაღაცა მეგობრული ოჯახია, მათ შორის სიყვარულია და აქ იცით რა ხდება, რძალი და დედამთილი მეგობრობენ. აი, ახლო კავშირში შედიან ერთმანეთთან, დაქალობენ რა. ძალიან უახლოვდებიან ერთმანეთს, ეჭორავებიან, უყვებიან ყველაფერს. ის დედამთილი იტყვის, რომ ეს რძალი შვილი მიყვარს, ჩემ შვილს მირჩევნია, ჩემი შვილი წავიდეს, ეს მოვიდეს. აი ესეთი რიტორიკა არის აქ. ეს კიდევ უფრო უარესი ვითარება არის და რატომ გეტყვით? იმიტომ რომ აქ მიდის ინცესტი უკვე ემოციურად. აქ აღარ არის ფიზიკური ინცესტზე საუბარი არ არის, რა თქმა უნდა, და არც გამოხატულია კონკურენცია და დაფარული კონკურენცია მიმდინარეობს და მოცემულია ემოციური ინცესტი, რომელიც როგორ გამოიყურება. შესაძლოა რძალი დედამთილთან უფრო ახლოს არის დღეს უკვე აქ და ამჟამად ვიდრე ქმართან. ანუ ქმარსა და ცოლს შორის ვინ ჩადგა გაუცნობიერებლად ისევ დედამთილი, ოღონდ როგორ ჩადგა მეგობრულად, ღიმილით
სიყვარულით, მეგობრობით. აი ცოლ-ქმარმა იჩხუბა, ხო? ეს დედამთილი ამართლებს ცოლს და ამბობს, რომ ეს ჩემი შვილი არის დამნაშავე და მტყუანი. ნახეთ, ალიანსი შეკრა. და რა გამოვიდა, თუ მან შეკრა უფრო ახლობელი ალიანსი რძალთან, ჩამოაშორა თავის შვილს, ჩადგა მათ შორის. და ეს არ ცნობიერდება. ახლა მე რასაც ვამბობ, ადამიანი ამას ცნობიერად რო აკეთებდეს, რა თქმა უნდა, ძალიან ნეგატიური ჩანაფიქრები ექნებოდა აქ და გასაკიცხი იქნებოდა ალბათ და სათქმელი იქნებოდა, რომ რასაკეთებ, მაგრამ სამწუხაროდ ესენი არ ცნობიერდება. ესენი მიდის ძალიან გაუცნობიერებელ ლეველზე. და იმდენად აი ეს მეორე кейსი უფრო სახიფათოა, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ რა მოხდა. კაცმა ცოლი შეირთო და ცოლ-ქმარი წესით ინტიმურობის კუთხით არის ყველაზე ახლოს. ეს არის რეალობა. თუ ეს ასე არის, ისინი ცოლ-ქმარი არიან და შექმნიან ახალ თაობას, ან შექმნიან რაიმე სილამაზეს, ან შექმნიან რაღაც ახალ სტრუქტურას და განავითარებენ სამყაროს წინწავლენ. და თუ ისინი არ არიან ყველაზე ინტიმურად ერთმანეთთან დაკავშირებულები და ამ ინტიმში შემოჭრილი, არ ვიცი დედამთილი, არ ვიცი მამამთილი, არ ვიცი სიძე, კი არა და სიმამრი თუ სიდედრი. იგივე ახლა რო გადავწიოთ, შესაძლოა სიდედრი არის თავის ქალიშვილთან უფრო ახლოს, ვიდრე მისი ქმარი. ეს ემოციურად გეუბნებით. აი თუ ადამიანი გულგადახსნილი არის უფრო დედამთილთან, თქვათ ეს რძალი, ვიდრე თავის ქმართან, უკვე დიდი პრობლემა არის ეს საკმაოდ ოჯახისთვის რა. იმიტომ რომ ეს თან არ გაცნობიერდება, იტყვის რომ აი არაჩვეულებრივი დედამთილი მყავს, აი უსაყვარლესი, ჩემ ქმარს მირჩევნია და პრობლემა ზუსტად აქ არის, რომ აი ესე გაუცნობიერებლად დაშორდა ამ შემთხვევაში ცოლი ქმარს, ისე რომ ვერც გააცნობიერა. და აქ ემოციური ინცესტი კიდევ უფრო რთული დასალაგებელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა ადამიანი, როდესაც ცნობიერება ჩაირთვება და ხო არის ამაზე აღმოსავლეთში, რომ მესამე თვალი რო იტყვიან და ადამიანებს გონიათ, რომ რაღაც ჯადოსნური მესამე თვალი არის აი აქ. არ ვიცი. ეს არ ვიცი, მე ამაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს მესამე თვალი ფსიქოლოგიურად რო შევხედოთ, არის დაკვირვების უნარი. თვით დაკვირვების და გარეთ დაკვირვების. ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე. ინტერპრეტაცია არის ამიტომ. აი ამას რო დაიწყებ, ეს მკვდარი ამბავია, ეს არის ჩიხი. და დამკვირვებელი ამბობს ასეთ რამეს. აი ხა მე რო დემონსტრაცია რო გაგიკეთოთ. რომ აი ხა მე ლაივში ვარ და ჩემ თავს ვხედავ. ხო, ხა მე აღგიწერთ დამკვირვებელი როგორ გაიჟღერებდა. ვხედავ ესე იგი ადამიანს, მის სახეს. ხანდახან ვხედავ მის ხელს, რომელიც შემოდის კადრში, ვხედავ აქვს ქერაგრძელი თმა, ვხედავ რომ უკან ფონში არის მწვანე ფარდა, კედელი მოჩანს. ნახეთ როგორია დამკვირვებელი. აქ არაფერი ინტერპრეტაცია არ არის. რაღაც ეს კედელი ლამაზია თუ უშნოა, ეს ფარდა ლამაზი ფერია თუ უშნოა, ეს ქალი მომწონს თუ არ მომწონს, ვისაც ვხედავ. ეს არის უკვე პოზიცია რაღაცა და დამკვირვებელი არის ცხადად აღმწერი. ასეა, ისეა, ესე ხედავს, ისე ხედავს, ანუ რაც ჩანს და ყურით მოისმინება, შეხებით შეიგრძნობა და ასე შემდეგ. და ეხლა ნახე, აი, თქვათ ოჯახია ხო და იქ არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ჩართო დამკვირვებელი და რას ხედავს ეხლა? როგორ ვარ, ვინ ვარ, რა როლი მაქვს ეხლა მე აქ რას ვაკეთებ, რას აკეთებს ჩემი, არ ვიცი, ქმარი თუ ცოლი თუ დედამთილი, ამა რა გააკეთა, რა თქვა, ანუ და ნახეთ საოცარი რა არის, რომ ამ აღწერებს რო იწყებ ადამიანი და უბრალოდ რო აკვირდები, ხო? აი თავისით იბადება უცებ, აი თურმე რა ხდება, აი ეს გრძნობა. ანუ ტვინის ჭყლეტა არ არის პროცესი, რომელიც მიგიყვანს ხატგრძნობამდე და ინსაიტამდე. ინსაიტს ვეძახით ამას ფსიქოლოგები. ანუ ინსაიტი არის ჩაწვდომა რაღაცის. ჩავწვდი რა ხდება, ხო? და ეგ არ მიიღწევა ტვინის ჭყლეტით. ადამიანები ამაში ძალიან გაიჩხირებიან ხოლმე, რომ ამიტომ, ესეა თუ ისეა, ღმერთო გამაგებინე რაშია საქმე, ეს რო უთხარი და ის რო მიპასუხა და მე რო ეს უთხარი და ხანდახან თერაპიაზეც ადამიანი რომ მოვა და სირთულეს რო ატარებს, ცდილობს ხოლმე რომ ძალიან დეტალურად ამიხსნას რაშია საქმე. და მესმის, იცი, ეს ესეა. ასე ვართ მიჩვეულები, ასე ფუნქციონირებთ, ხო? და მეორე მხრივ ეს არ არის შედეგის მომტანი. შედეგის მომტანი არის აღწერა. რომ აღწერა რო წავა. ეს ესეთია, ფარდა ესეთია, სახე ასეთია, ხელი ასე უდევს, ფეხი ისე უდევს და ასე შემდეგ. აი აქ უკვე ცხადი შეგრძნება უცებ დაიბადება ინსაიტი, რომ აი თურმე რა ხდება.
არ გამოდის არანაირად ოჯახის შექმნა მშობლებთან თანაცხოვრებაში. სულ იდეალური მშობლებიც რომ იყვნენ, ეს ორივე მხარემ უნდა მოაგვაროს. მართალია, რაზეა საუბარი. საქმეც ამაშია ზუსტად, აი გამოსავალი რაშია? გამოსავალი არის ხოლმე პიროვნულ საზღვრებში. ხა პიროვნული საზღვრები როგორ გამოიყურება? აქტუალობიდან გამომდინარე, აი რა გარემოშიც ვცხოვრობ, იქნება პიროვნული საზღვრები. თუ ეხა პირობითად არ ვიცი, ბომბი ჩამოვარდა, შეიძლება ოჯახი კი არა, მთელი სანათესაო ერთად იყოს შეხიზნული რაღაცა ერთ მაშინ რა ქვია, აი ძველ დროში რო იყო დარბაზების მსგავს სახლში, ხო? ან ბუნკერში სულაც გახიზნულია 60 კაცს ერთად ძინავს ღამე და დამიჯერეთ, რომ იქ კონფლიქტი არ იქნება. რატო არ იქნება კონფლიქტი? იმიტომ რომ გარემოსთან ადეკვატურ აქტუალურ რეალობაში ცხოვრობენ. 60 კაცი შევა ერთ ლოგინში წვანან, მაგრამ ასეთი სიტუაცია, ეხლა ბომბი ჩამოვარდა და ჩვენ როგორც ოჯახი უკვე ძალიან დიდი, იმიტომ რომ ადამიანებს გაერთიანება ახასიათებთ, ხო, სირთულის წინაშე. 60 კაციც რო ვიყოთ, არ ვიჩხუბებთ, იმიტომ რომ ის ჩვენი ერთად ყოფნა არის ადეკვატური პასუხი რეალობას, რომ ეხლა არის საომარი ვითარება. რა თქმა უნდა, ყველას გვაშოროს ეს და ეს არქაიზმი იმედია მალე მორჩება ადამიანის ცხოვრებაში. და თუ არის სიტუაცია, რომ მშვიდობაა და ყველა კარგად ვართ და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში სხვა საზღვრები არის აქტუალური. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სისტემა და ოჯახის სისტემა არის პასუხობდეს გარემოში არსებულ აქტუალობას. ეს არის მთავარი განსაზღვრელი პიროვნული საზღვრების. ადამიანიც ასე არის. ციხეში სხვა საზღვრებია აქტუალური, ქუჩაში სხვა საზღვრები მაქვს გააქტიურებული, ავტობუსში სხვა, სახლში სხვა, ინტიმურ ურთიერთობაში სხვა და ასე შემდეგ. ოღონდ საზღვრები სულ მაქვს. არ არსებობს მდგომარეობა, სადაც ადამიანს საზღვრები არ აქვს. შეიძლება ილუზია ქონდეს, რომ არ მაქვს, მაგრამ აქვს. და აი ამ საზღვრებზე დაკვირვებით ინდივიდი, ვინც არ უნდა იყოს დედამთილია თუ მამამთილია თუ ძმა არის თუ სიძია თუ ვინც არის, დაჯდება ასე და აკვირდება, აბა სად არის ახლა აქ ამჟამად ჩემი საზღვრები? ანუ მე როგორ ვარ, ვინ ვარ, სად ვარ და ამ შემთხვევაში ცნობიერად იწყებს ამის დალაგებას. აი ძალიან კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, ეხლა რა სიტუაცია არის, თქვათ. და როგორ ხდება ხოლმე საზღვრების აღრევა. ეხლა ოჯახი რო შეიქმნება, ადამიანებს უნდათ ხოლმე რომ კონფლიქტი არ მოხდეს. ეს ისედაც მეგობრობაა, თუ შეყვარებულები არიან, თუ დედაშვილია, თუ ვინც გინდა იყოს რა, საერთოდ ჩვენს სოციუმს აქვს კონფლიქტის მიმართ ფობია ჩამოყალიბებული და ესე გვასწავლენ, ვაიმე კონფლიქტი არ უნდა მოხდეს, თორე რაღაც გაგრიყავენ, არავის არ ეყვარები, ბლა ბლა, რაღაცეები რა. და ამ დროს ადამიანი, რომელიც კონფლიქტებში არ შედის, წარმოიდგინეთ, ის არის უკბილო. აი, ყველაზე კარგი ანალოგია რაც მომდის იმ ადამიანზე, ვინც მაქსიმალურად ირიდებს კონფლიქტს და საკუთარ თავშიც ებრძვის ამას და იცილებს საკუთარ აგრესიას, არის რომ აი წარმოიდგინოთ, რომ წახვიდეთ სტომატოლოგთან და კბილები მოიცილოთ. აი ეს მდგომარეობა არის ფსიქოლოგიურად. იმიტომ რომ ეს კბილები მე მეხმარება რომ ჩავკბიჩო რაღაცა, თუ საჭიროა ვუკბინო რაღაცას. იქ რაღაცა აგრესია გამოვავლინო, ხო, ადამიანები როცა კამათობთ, ყვა იძაბება, რატო ეს პირველ ყოფილი ინსტინქტი მოდის აგრესიის, რომ კბენა იყო ეს, ხო? ჩვენ ეშვები გვაქვს. ჩვენ არ ვართ წმინდად ბალახის ჭამელი ცხოველები, იმიტომ რომ ეშვები გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ აგრესია არის აქ მოცემული და ასე შემდეგ და ფსიქოლოგიურადაც არსებობს ეს კბილები და საერთოდ ჩვენი ფსიქიკა იმეორებს ჩვენს სხეულს, საკმარისად იმეორებს რა. ეს აგრესია ადამიანში არის და რა არის აგრესია, რისთვის არის საჭირო? რომ მოვიპოვო საკვები, რომ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი სივრცე და ჩემი გარემო, ნახეთ, საზღვრის ის არის. საზღვრის ემოცია არის ბრაზი და აგრესია. ჯანსაღ შემთხვევაში და არაჯანსაღ შემთხვევაში საზღვრის არის, ოღონდ გადათარგმნილია. რაღაცა სხვაგან დაირღვა საზღვარი და სხვაგან ხედავს ადამიანი, იმიტომ რომ პირობითად ტრავმა აქვს. აი მაგალითად თუ ტრავმა გამოიარა და რაღაცა ფიზიკური ძალადობა იყო მასზე, შეიძლება მე ოდნავ ხელი დაადო და ეგრევე აგრესია ეწყება, იმიტომ რომ გამწვავებულია პიროვნული საზღვრის დაცვის იმპულსი. ეს ანიშნავს, რომ ხელის დადება არის აგრესია, ხო? მაგრამ მას აქვს, იმიტომ ჩარჩენილი არის ის ტრავმული გამოცდილება, ეს კიდე სხვა არის. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ უბრალოდ ფუნქციური ორგანიზმია, ის რომ შეწუხდება, შევიწროვდება, რაღაც ისე არ არის, მოდის აგრესია. ესე იგი, პირველი რაც უნდა უღიაროთ საკუთარ თავს, არის ურთიერთობებში, გინდა ცოლ-ქმარი, გინდა ვინც გინდათ ნებისმიერ ურთიერთობაში,
რომ თუ მოვიდა აგრესია, ეს აგრესია არ არის შესაკავებელი, მოსათმენი, დასავიწყებელი, ვითომ არ ყოფილა თვალის ასარიდებელი, დასაიგნორებელი და მგლის შიშით ცხვარი არ არის გასაწყვეტი, იმიტომ რომ ეგ არ არის გზა. რომ შეიძლებოდეს რომ ადამიანი ასე ვთქვათ უკბილოდ არსებობდეს, ხო? და მე მგონი არავის არ ესიამოვნება ეგეთი ცხოვრება. ნუ შეიძლება ხა რა ვიცი, მაშინ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში თუ ადამიანი, რა ვიცი, ხა შეიძლება ნებისმიერი წამების ფონზე ცხოვრობდეს. ცხოვრება თუ ქვია ამას. მაგრამ როდესაც ადამიანი სუვერენულია, ანუ დამოუკიდებელია და თავისუფალია, ის წესით არ დათანხმდება უკბილოდ ცხოვრებას, ხო? თუმცა ჩვენი სოციუმი ზუსტად ამას გვიკიჟინებს, რომ აბა კონფლიქტი, ვაიმე კონფლიქტი შენიშნა, რას ამბობ? ჰაი და ითმენენ ხოლმე საზღვრების დარღვევას და ეს საზღვრების დარღვევა, ნუ საზღვარი მოქნილია, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთხელ ან ორჯერ რაღაც საზღვრის დარღვევა ადამიანმა მოქნილად, როგორ გითხრა, ესეც რიგიდული შეჯახება კედელივით ყველაფერზე, რაც არ გსიამოვნებს, ესეც მძიმეა, ხო? ეგეც პრობლემატურია. მაგრამ ოქროს შუალედი, როგორც ყველგან, აქაც მუშაობს და დასაფიქრებელია ხა, რომ მე როდესაც პირობითად სახლში შემოვდივარ და ჩემი სახლი მხდება დალაგებული, ისე რომ მე არც ვიცოდი, რომ ეს მიმდინარეობდა აქ ლაგება და ჩემი დედამთილი ბედნიერი სახით გამოდის, რომ აი სახლი დაგილაგე, ისე რომ არც კი ვიცოდი, რომ ჩემი სახლი დაალაგა. და მე რო აქ აგრესია მომდის, ეს აგრესია მოსათმენი არ არის. იმიტომ რომ თუ ამ აგრესიას მოვითმენ, გინდა დედამთილი იყოს, გინდა რძალი იყოს, ვინც გინდა იყოს, ის არ არის ვალდებული, რომ იმკითხაოს მე რამე მესიამოვნება თუ არა. ეს ვალდებულება ადამიანებს ერთმანეთის მიმართ არ აქვს, რომ ნუ რა თქმა უნდა სასიამოვნოა თუ ვიღაცა გამითვალისწინებს ისე რომ მე არ მithქვამს და თვითონ მიხვდება რომ რა ვიცი ცივი წყალის გადასხმა ზამთარში მე არ მესიამოვნება. შეიძლება მიხვდეს ამას. და ძალიან მადლიერი ვიქნები ამ ადამიანის და ძალიან საყვარელი იქნება ის ჩემთვის საბედნიეროდ გამომიცდია ესეთი ურთიერთობები, ხო? სხვადასხვა ტიპის, რომ აი ადამიანი ზოგჯერ გულისყურით მოგიდგება და მიხვდება შენ რა გსიამოვნებს და რა არა და ცდილობს რომ იქ შეგიქმნას კომფორტი. კი ბატონო, ეს მაგარია, მაგრამ ვალდებული არ ყოფილა ამის. არავის არა აქ ერთმანეთის წინაშე რაიმე ვალი, ჩვენ ვიბადებით ცხოვრობთ და ვიხოცებით და აქ ვალდებულებები და ვალი ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთის წინაშე, არ გვაკისრია. და ამიტომაც ეს ვალდებულება რომ მიხვდეს იქ ვიღაცა რომ მე რაღაც აგრესია იმიტომ აქ რომ შევწუხდი არ გააჩნია. და ამიტომაც ვინ არის ვალდებული, ვის აქვს პასუხისმგებლობა რომ იზრუნოს ჩემს საზღვრებზე? მე. ესე იგი რა გამოდის, რომ თუ მე არ მესიამოვნა და გაუბრაზდი, რომ სახლში მოვედი და დალაგებული დამხვდა სახლი დედამთილის მიერ, ისე რომ არც ვიცოდი, რომ ეს ესე იქნებოდა, მე ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ვუპასუხო ამას. რას ნიშნავს პასუხისმგებლობა? პასუხს. შენ ეს გააკეთე, იმიტომ რომ ვერ მიხვდი, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ნუ ან შეიძლება მიხვდი კიდეც, მაგრამ ფეხებზე გკიდია. გააჩნია ხო რა ადამიანია მეორე მხარეს. და მე მაქვს აქ მაკისრია პასუხისმგებლობა, რომ საკმარისი დისკომფორტი შევქმნა ახლა პირველივე кейსზე, რომ ეს кейსი აღარ განმეორდეს. იგივე შეიძლება იყოს დედამთილის მხარესაც, არა აქვს მნიშვნელობა აქ როლებს, ხო? შესაძლოა მე ვარ დედამთილი და ჩემი რძალი არ ვიცი მოვიდა და ჩემს სახლში შემოვიდა და რანაირად არის აქაურობა? ესე გააკეთა, არ ვიცი, ადამიანური მაგალითები მოვიყვანოთ, ცოტა უტრირებ ახლა, ხო? ხო და მე შემიძლია აქ როგორც ადამიანს და დედამთილი ვარ თუ ვინ ვარ, ორი ისა მაქვს ნახე, ხა კულტურა მასწავლა რომ მოიწმინე ხმა არა მოიღო, თორე შენ შვილს ექნება მე ცუდი სიტუაცია გაიგე, შეიძლება ამას ჩამძახის ხა კულტურა. მაგრამ მე თუ დედამთილი ვარ და ვიგძენი რომ ჩემმა რძალმა დაიწუნა, არ ვიცი მე როგორც დავალაგე სახლი, ყოველ შემთხვევაში აგრესია გამოავლინა ჩემს მიმართ, ხო, რაღაც საკითხზე, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. მე შემიძლია უთხრა რომ ესე არ მელაპარაკო. ეს არ არის მისაღები. და თუ მე ამას არ ვეუბნები, იცით რას ვეუბნები? დუმილი თანხმობის ნიშანია. ხო გსმენიათ ეგა? მიდი, დაიწუნე რაც გინდა და იწუწუნე და თუ გინდა მე უძდელე და კარი გავაღე და აჰა შემოჯლიგინდით, ესე ვეუბნები. და იქ უკვე იმაზეა იმ ადამიანს რამდენი აღქმის უნარი აქვს, რამდენი გაცნობიერების უნარი აქვს. ესენი ხო ჭადრაკულად არის, ხო? რაღაცაში კარგი ვარ, რაღაცაში სუსტი ვარ. რაღაცაში ძლიერი ვარ. ეს ხდება და შეიძლება ძალიან კაი ადამიანი იყოს ის, ვინც ეს ამას იტყვის.
არასოდეს არ გააიგივოთ ადამიანის რაღაცა შეცდომები მის პიროვნებასთან. შეიძლება რაღაცაში ძალიან სუსტია ახლა, აქ და ამჟამად, მაგრამ პიროვნულად არაჩვეულებრივია, ვერ გაიგებ ამას. იმითი რომ ესეთ რო იციან ხოლმე რომ ეს რაღაცა რაც უდი ადამიანია, როგორ ვერ მიხვდა, ვერ ხვდება, უტაქტოა. არ ვიცით ეგ, შეიძლება უტაქტოა, მაგრამ არაჩვეულებრივი კეთილი გულის ადამიანია და საყვარელია და ნიჭიერი, ვერ გაიგებ, ანუ ადამიანი რაღაცნაირად არის კალეიდოსკოპივით რა, ბევრი რამ არის იქ ერთდროულად მოცემული და შავ-თეთრი აზროვნება არ ღირს, ხო? და მე თუ ჩემს საზღვარს არ გაჩვენებ, შენ არ ხარ ვალდებული, რომ ჩემი საზღვარი დაიცვა. შენ შეიძლება გააქვს გაცნობიერება, რომ აი აქ კონკრეტულად ეხა ჩემი საზღვარი იწყება შენით და მიხარია თუ ეს ესეა. მაგრამ თუ ეს ესე არ არის, არ ნიშნავს, რომ შენ ცუდი ხარ. აქ უბრალოდ არის პასუხისგებლობის თემა, რომ მე დავიცვა ჩემი საზღვარი. ეხლა რა კი არჩევანი დავაყენე, დედა თუ ცოლი, ესე დავარქვი, ხო? ეს სამწუხაროა, რომ ესეთი არჩევანის წინაშე ზოგჯერ და დილემის წინაშე შეიძლება ადამიანი დადგეს. ეხლა მოდი შევადაროთ რაღაცეები, რა კი ესეთი დილემა ფაქტია, რომ ჩვენ ცხოვრებაში არსებობს, იმიტომ რომ კარგ შემთხვევაში ორივეს აქვს უბრალოდ თავის უნიკალური ადგილი, რომელიც ვერ ჩანაცვლდება. არის ხოლმე რძლებისგანაც და ცოლებისგანაც ტენდენცია ნევროტული, რომ გახდნენ თავიანთი ქმრის დედა, არაცნობიერად. დედაშვილური დინამიკა ურთიერთობებში არის ხოლმე და ესეც არაფრის მომტანი არ არის. ეხლა გეტყვით რატო. რა არის აქ ამის უკან რა შინაარსი დევს? კი, რა თქმა უნდა, ცოლიც ახლა არის პოტენციურად ან რეალურად დედა, დედის ინსტინქტი მოცემულია ყველა ქალში, რაღაც სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მოცემულია და შესაძლოა დედის ინსტინქტი არაცნობიერად გადავრცელდა ქმარზე და კონკურენციაში შევიდა დედამისთან, რომელიც არის მართლაც დედა. ეგეც შეიძლება. აი ის ხო რძალთან შევიდა კონკურენციაში როგორც გაუცნობიერებლად ინცესტუალური სურვილის მქონე და ეს კიდე შეიძლება დედასთან შევიდა კონფლიქტში გაუცნობიერებლად, რომ აქვს სურვილი, რომ ეს იყოს დედა. და არიან ესეთი ქალები, რომლებიც ქმრისთვის არიან ხოლმე დედის მსგავსი. იდეაში ამაში ცუდი არაფერი არ არის, ისევ დოზა არის პრობლემა. თორე ჩვენ რაღაცა როლებს ერთმანეთთან ვირგებთ ხოლმე და მოძრაობს ეს როლები. ზრუნვის დროს დედობრივი ინსტინქტია, რაღაც თამაშის დროს ბავშვურები ვართ, სექსუალური კონტაქტის დროს დასრულები ვართ და ასე შემდეგ. ბევრნაირი ჰიპოსტასები გვაქვს ადამიანებს კონტაქტის დროს. ხანდახან დედის როლიც არის ხოლმე ცოლთან, ოღონდ დოზას გააჩნია და თუ მაღალი დოზაა, კონკურენციაში შევა დედასთან და წავა ეგა. რომ ხაჭაპურს მე უკეთ ვაცხობ და ჩემი უფრო მოწონს თუ იმისი უფრო მოწონს, ეხლა უკვე რძილის მხრიდან. და ესეც არც ისე კარგი მდგომარეობაა, იმიტომ რომ ნახეთ ეხლა რა არის ბუნება როგორ არის მოწყობილი. ბუნება ასეა მოწყობილი, რომ შვილი გაიზრდება და წავა. ის შექმნის ახალ ოჯახს. აი ხო გაიზარდა ჩემს ოჯახში, ჩემი შვილი. ის ადგება რაღაც ასაკში, წავა და ყველაფერს გააკეთებს იმის, რომ შექმნას ახალი. არ შეიძლება ოჯახი არ შექმნას, მაგრამ აქედან კი წავა უეჭველი რა. ეს არის გზა, რასაც გაივლის ცოცხალი ორგანიზმი და თუ ცოლი გადაიქცა დედად და დედის როლში გაიჭედა და შენ მოიგო კიდეც დედამთილის ადგილი ჩაანაცო და აი იტყვიან ხოლმე, რომ აი დედამისმა ვერ მიხედა ბავშვობაში და მე ყველაფერი გაუკეთე, გადავყევი ჩემ ქმარს და გაგრძელება გამოიცანით. გსმენიათ ხო? მე კი მეღიმება, მაგრამ ეხლა უფრო თავდაცვა არის ჩემთან ეს. ჩემი დაცვის მექანიზმი გააქტიურდა, და ეს სასაცილო არ არის, მტკივნეულია. და რა ხდება შემდეგ? გადავყევი ჩემ ქმარს და რაც დედამისმა არ მისცა, მე მივეცი და მან საყვარელი გაიჩინა და წავიდა. ეს არის დასასრული. ამ ურთიერთობის ხშირად ხდება ძალიან, იმიტომ რომ დედისგან მიდიან. დედა არ არის ის ქალი, რომელთანაც კაცი რჩება. ეს ბუნებაა. თუ შენ დედის როლი ძალიან გესიამოვნა და გინდა შენი ქმრისთვის, ეგეც იცოდე. იგივე არის მამის როლიც. არის ხოლმე რომ მამაკაცი არის მამის როლში და ცოლი შვილი გონია და უვლის რაღაც ცდილობს რომ მიეხმაროს, გაზარდოს, რაღაც აუხსნას. ეს ხანდახან ეს როლიც არის. შეყვარებულებშიც და ცოლ-ქმარშიც და ნორმალურია, აბსოლუტურად ზრუნავს მამაკაცი თავის ქალზე, მაგრამ თუ ამ როლში გაიჭედა, ზუსტად იგივეა მანდაც, წავა ის ქალი. რაღაც მომენტში წავა, იმიტომ გაიზრდება და წავა. აი ხო გინდა რომ გაზარდო და ფეხზე დააყენო, აი დადგება ფეხზე და წავა და მერე იქაც კაცები იტყვიან რომ გადავყევი, გული დავახიე და ის წავიდა და მიღალატა.
ნახე და ეს როგორ გითხრათ არაცნობიერი საკმაოდ ძლავრია ადამიანში და შეიძლება ძალიანაც განიცდიდნენ ადამიანები ამ ღალატს და მიტოვებას და ძალიან მწარეა თუმცა მოდი შევხედოთ რა კი ფსიქოლოგია გაინტერესებთ ახლა ვინც მისმენთ ალბათ გაინტერესებთ ხო რომ აქ მეორე მხარეც აქვს მედალს ადვილია იმის თქმა რომ ვინც უღალატა ის ცუდი ტიპია და ძნელია იმის დანახვა მე რა გავაკეთე რომ იღალატეს ძალიან ძნელია თუმცა მეც რაღაც გავაკეთე ანუ ორნი ვართ რა ყველაფერი რაც ხდება ორ ადამიანს შორის ორივე ვართ იქ ჩართული რაღაცა წილი გვაქვს შეტანილი ხო და ანუ ესე იგი რა არის ჯანსაღი რომ დედას ყავს შვილი რომელიც გაიზრდება და წავა და არ ვიცი გინდა ცოლს შეირთავს გინდა კარიერას არ ვიცი ან ორივეს გაიკეთებს ყოველ შემთხვევაში დედისგან წავა ეს არის ჯანსაღი თუმცა ნევროტულად ადამიანები ხანდახან ესეთ იმას აწვევიან ეხა მახსენდება აი ნაციხარი ხალხი რო იყო ხოლმე ადრე და მამა რო აწერია ან კერძზე აწერია მამა ანუ დედა რუსულად ან ხელზე აწერია მაჭრადნაია ესეთი მინახავს ეგეთი ტატუ რა თან ის არის ადამიანი ბავშვია რაღაცნაირად ეხა დედის იმაში შევედი აშკარად ეს მაჭრადნაია რო წარმოვიდგინე გამეცინა ძალიან ბავშვური რაღაცა მაგრამ ნუ არსებობს რა და რაღაც ტენდენციები არსებობს ნევროტული, არაჯანსაღი, ნაკლებ ჯანსაღი ესე ვთქვათ, რომ დედა ხელშეუხებელია, წმინდაა დედა, იმიტომ რომ რა ვიცი ეს დედა გამაჩინა და დედა მომანიჭა სიცოცხლე და დედა არის ერთადერთი ქალი, რომ ჩემს ცხოვრებაში რომელიც არის ჩემი ერთგული ყოველთვის და არ მიღალატებს და დედის გული რაღაცა ზღაპარიც მახსენდება ეხლა. ბოროტირძალი რო ყავდა ქალს და გული ამოაჭრა თუ რაღაცა და მე ეს ტაფაზე წვავდნენ თუ რაღაცა ტაფაზე რო დაეცა შხეფი მოხვდა ვაჟს თუ რაღაც ეგეთი არის და გულმა ამოსძახა ტაფიდან რომელიც იწვებოდა დედის გულმა რომ შვილო რამე ხوار გეტკინაო რა ანუ ტაფაზე იწოდა და იქიდანაც შვილზე იზრუნა რა აი რა კეთილი იყო და ძალი რა ბოროტი იყო და რაღაც აი ესეთი ნარატივები არსებობს რა სამწუხაროდ ხო და ეს არის ნევროზის გზა და რეგრესის გზა. რეგრესი რა არის ხა ფსიქოლოგიაში? პროგრესი ხო ვიცით რომ წინსვლა არის და რეგრესი არის უკანსვლა. რომ მე საიდანაც დავიბადე, იქ მინდა ჩავბრუნდე იმ კომფორტში და ჩავიძირო იქ ძუძუ მოვწოვო თუ რაც გინდათ წარმოიდგინეთ. ну ეს ტენდენციები ხა ადამიანში რა თქმა უნდა არის ძუძუს წოვის და სიგარეტი გინდა თუ დალევა თუ ნებისმიერი სხვა რამ ფროიდი ამასაც კარგად ხსნის ხო რომ ეს ორალური ფიქსაცია არის და ეს ოკეია ჩვენ ძუძუმწოვრები ვართ საერთოდ ჯიში არის ესეთი ხო ჩვენი მაგრამ აქაც დოზაშია პრობლემა თუ ძალიან მაღალი დოზაა და დედაზეა დაჯაჭული ამ შემთხვევაში რეგრესს განიცდის და ну რა თქმა უნდა იქ ცოლი ზედმეტი არის ზედმეტია ორს შორის მესამე ზედმეტიაო ხო გაგიგიათ ესე გამოვა და იქიდან გამომდინარე რომ აი ეს მოთხოვნა ნევროტული მოთხოვნა სტაბილურობის ერთგულების ამის იმის რომ ანუ ნახეთ სიცოცხლე არ არის სტაბილური სიცოცხლე რომელიც გრძელდება არის რისკიანი არის ხიფათის მომტანი არის ცვლადი უკონტროლო და თუ სტაბილურობა კონტროლი და მე ადრეს ხვალაივიც მიუძღვენი ამას სტაბილურობის ქიმერა როგორ ანადგურებს ადამიანს იმიტომ არ არსებობს სტაბილურობა რეალობა მუდმივად იცვლება ერთადერთი სტაბილურობა ეგ არის და აი ამ რეალობას როცა ეხები მაშინ შენ გაქვს ინტეგრირებული ორივე ალბათობა რომ ცოლი შეიძლება ყავდეს ან შეიძლება გაიქცეს რომ შენ შეიძლება იყო ცოლთან ან შეიძლება გაიქცე შეიძლება კარგად წავიდეს თქვენი ცოლქრობა და ურთიერთობა შეიძლება ცუდად წავიდეს აი ამ შემთხვევაში ეხები რეალობას როცა ორივე ალბათობა დანახულია მოცემულია და ადამიანი მზად არის ამისთვის. ეს ძალიან გავს მიწიდან ზღვაში გასვლას. ძალიან გავს. იმიტომ მიწა მყარია, დედამიწა, ნახე ქართულად როგორ ქვია. და ზღვა და ცაც არის სიახლე, რომელშიც უნდა შეცუროს გემმა და არ ვიცით იქ რა იქნება, შეიძლება შტორმი იყოს, მაგრამ შეიძლება ამერიკა აღმოაჩინო, სიახლე დაიბადოს, ხო? და აი ეს არის სიცოცხლე. ამაში გრძნობს ადამიანის სიცოცხლეს და პროგრესს. ხო და მიჯაჭვა ახლა დედის სამყაროზე რა თქმა უნდა დედას აქვს ადგილი განუზომელი
ყოველთვის და შეუცვლელი, იმიტომ ის არის საწყისი, ის არის საიდანაც დავიბადე და მე ვითარდები და წინ მივდივარ. მაგრამ ინტიმურობა დასრული ადამიანისა დაკავშირებულია თავის ცოლთან და ქმართან. თუ ესე არ არის, პროგრესი, სიახლე, ყველაფერი არის, მაინც დადგება. იმიტომ რომ ეს სამყარო არავის დატოვებს ნაჭუჭში და დედის მუცლიდან ყველა დაიბადება ან ასე ან ისე. იქ ვერ გაჩერდება ვერავინ, მაგრამ შესაძლოა დაიბადოს და გაიშალოს და იზარდოს, ან შესაძლოა ძალიან მტკივნეული რაღაცები მოხდეს, ტრაგედიები. და ეს პირდაპირ აი ამ დილემას დედა თუ ცოლი, აი ესე პასუხობს, რომ ცოლი არის და ქმარი ადამიანისთვის მომავალი და სიცოცხლე და განვითარება და პროგრესი ესეა, ბუნებაში ასეა და ოჯახი, ორიგინალური ოჯახი, ანუ დედა, მამა და თავისი ფესვები არის ნიადაგი და საყრდენი, ზურგი. ხო და ზურგი ძალიან საჭიროა, ვერაფერი შეცვლის მას და წინსვლაც ძალიან საჭიროა, ამასაც ვერაფერი შეცვლის. და თუ პირიქით შემოტრიალდა ესე უკუღმა რა კაი სიტყვაა, ხო, ქართულად, აი უკუღმა თუ დადგა, ხო, რა გამოვიდა, რომ ზურგი შეაქცია მომავალს და სახე შეაქცია ზურგს. და აი რევა მან მონასტერი ძალიან წარეთ და ეხლა დასკვნის სახით რო თქვა, თქვათ ესე გააკეთა რა. დასკვნა რა არის აქ? ზურგი მომავალს შეაქცია პირობითად ცოლს და სახე შეაქცია ოჯახს, იმიტომ მიჯაჭულია. ნუ დედაზე და მამაზე დაჯაჭულია, გაუცნობიერებლად, ხო? ხა რა მოხდება აქ? რა პერსპექტივებია? ნუ რეგრესი უკვე განიცადა აქ პიროვნებამ, თუმცა გარდა რეგრესისა, ეხლა რეალობა რომ მას აქვს მოთხოვნილებები და ასევე მშობლებს აქვს მოთხოვნილებები, მის ცოლს, ყოფილ ცოლს ან ყოფილ ქმარს თუ მიზგნებავთ, იმათაც აქვს თავიანთი მოთხოვნილებები, სხეულებრივი კოდი. ვერსად ვერ წავა ეს, ის რომ როგორ გითხრა წყალი მწყურია, ვერ გაქრება, ხო? მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ილუზორულად ეხლა ამ ადამიანმა, ვინც რეგრესი განიცადა და მოტრიალდა დედისკენ და მამისკენ და ზურგი შეაქცია ცოლს, ილუზორულად წარმოიდგინა, რომ მოთხოვნილებებს აქ დაიკმაყოფილებს, მაგრამ ვერ დაიკმაყოფილებს. ინცესტუალურ არაცნობიერ იმპულსებს შესაძლოა ილუზია მოჰყვა და წარმოიდგინა, რომ აი სითბოსაც მიიღებს და ერთგულებასაც დედისგან და ამას და იმას, მაგრამ რეალურად ვერ მიიღებს, ეგ არის ილუზია. იმიტომ რომ დედა ეხლა აქ და ამჟამად არის მისკენ კი შეტრიალდა, გინდა დედა იყოს, გინდა მამა იყოს, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ეხლა სიმბოლურად ვსაუბრობ, ხო? ვერ არის მიმცემი იმისა, რაც ამ კაცს სჭირდება უკვე. იმიტომ რომ ეს კაცია, ეს აღარ არის 2 წლის ბავშვი, რომელსაც დედა აძლევს ზუსტად იმას, რაც იმას სჭირდება. იმიტომ რომ ორგანიზმულად ასეა. ასევე ჩანასახი მუცელში რო არის, ზუსტად იმას იღებს დედისგან, რაც სჭირდება და არ ვიცი თუ გსმენიათ, ეგ საერთოდ ის არის ფანტასტიკის სფეროა, რომ ბავშვი რო იბადება, ერთი და იგივე ცოლქმრის ბავშვი წარმოვიდგინოთ, ხო? აი ცოლქმარია პირველი ბავშვი, მეორე, მესამე. ყველა ბავშვზე დედას აქვს ინდივიდუალური რძე. ანუ ერთნაირი რძეც კი არა აქვს, ერთი დედმამიშვილი, 3 ბავშვი რო არის, სამივეს აქვს თავისი სხვადასხვა რძე. იმდენად უზრუნველყოფს დედის ორგანიზმი აქტუალურობის მიხედვით იქ ვის რა ჭირდება. სხვა ჰორმონებია, როცა გოგო ჩდება რძეში. ბიჭი თუ ჩდება, სხვა ჰორმონებია. ცოტა ადრე გაჩნდა ბავშვი, სხვანაირი რძე მოდის, ცოტა გვიან გაჩნდა, სხვანაირი, ისედაც სხვანაირი რძე მოდის. ანუ წარმოიდგინეთ, როგორ ბუნება აქტუალობას პასუხობს რა, არ ეზარება ცვლილება ორგანიზმს. ხო და ეხლა ეს თვეების ბავშვს რო დედა ჭირდებოდა და 2 წლისას კიდე სხვანაირად ჭირდება დედა. იმას რძე აღარ ჭირდება. თუ რძე საჭო, პირიქით რაღაც პრობლემებია იქ. უკვე წამოსული, ხო? მიჯაჭულია ესე იგი ძუძუზე. 5 წლამდე საჭმევდნენ იყო ეგეთი სიტუაციები და ასე შემდეგ. მერე 6 წლისას რაღაცა სხვა ჭირდება დედისგან, მაგრამ 6 წლისას უკვე თანატოლებიც ჭირდება. დედა ვეღარ ეყოფა. 1 წლის ბავშვს დედა ეყოფა აი ასე. არაფერი სხვა არ უნდა სამყაროში. ეს არის რეალობა, ესე მიდის დინამიკა. და ეხლა პირობითად 25 წლის კაცი თუ შემოტრიალდა და ცდილობს, რომ ის სითბო, რასაც ითხოვს მისი ორგანიზმი, მიიღოს დედისგან, ეგ არ გამოვა. ეგ არის უტოპია და ილუზია. და ამიტომაც არის რეგრესი, თორე რა პრობლემა იქნებოდა? გინდა დედასთან იყავი? აი ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ, ხო?
ამასაც ვერავინ აუკრძალავს ადამიანს. თუ მას უნდა რომ დედასთან იყოს, ან მამასთან, ან ცოლს თუ აღარ უნდა ქმართან და უნდა რომ მამამისთან წავიდეს, ან ბიძასთან წავიდეს, ან მონასტერში წავიდეს, ან მამაოსთან მივიდეს, ვერავინ აგიკრძალავს. ეს არის თავარი, ხო, რომ ადამიანი სუვერენულია, თავისუფალი, რაც გინდა გააკეთე. უბრალოდ ვერც იმას ვერავინ აგიკრძალავს, რომ კბილები დაიცალო, მაგრამ ალბათ ამას ადამიანებს გაგიგიათ ვინმე, ვინც ამბობს, რომ მე ზედმეტება ჩემი კბილები. ან მე ზედმეტება ჩემი არ ვიცი თმა არ მინდა რომ თმა მაქვს ან რა ვიცი ნუ ეგ პრინციპში ტანზე აქვთ ხოლმე ეგეც საინტერესო ფენომენია ან ზედმეტია 5 თითი რომ აქ მოდი 4 მქონდეს ესეთ რამეს ნუ თუ რაიმე ფსიქოტური აშლილობა არ არის ვერ ნახავ ხო ადამიანს უნდა რომ ქონდეს კბილები მაგრამ ფსიქოლოგიურად არ უნდა კონფლიქტი არ უნდა რომ დაიცვას თავის საზღვრები იმიტომ პასუხისგებლობას გაურბის ხო და მოკეთ გისურვებთ ყველას რომ აგեղოთ პასუხისგებლობა და იმ ასე ვთქვათ სიმართლის და იმ თავისუფლების გემოს რომ 2-ს მივუმატოთ 2 არის 4 და აი ამების ჩაწვდომას საკუთარ თავში როგორია ჩემი ორგანიზმი ვინ ვარ მე დღეს რა აქტუალობა მაქვს დღეს აქ და ამჟამად რა ცვლილების წინაშე ვდგავარ აი ამ ყველაფერს რა ამას გისურვებთ და ეხლა მომავლის ოჯახსაც ორი სიტყვით ვიტყვი და ესე დავამთავრებ რომ ჩვენი გარემო რო იცვლება და პროგრესირებს რაღაცეები და ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიის ხანა მოდის ამბობენ და აი ცოტა მეტი გაცნობიერება უკვე არის ხო სახეზეა ეს ნუ ბავშვებს აღარ ცემენ ან თუ ცემენ ცხენიათ რო ცემეს იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ეს არ შეიძლება არაფრით ეს არ შეიძლება და ნუ რაღაც პროგრესს განიცდის კაცობრიობა და ნელ-ნელა ახალი ტიპის ოჯახები ჩემი აზრით ჩემი ჰიპოთეზა ასეთია და სანათესაო ჩამოყალიბდება რომელიც დაფუძნებული იქნება არა სისხლით ნათესაურ კავშირზე და ეგეც იქნება შენარჩუნებული სისხლით ნათესაობა თუმცა აუცილებლად წამოვა ნათესაობა რომელიც ემყარება ღირებულებებს მე ასე უყურებ რომ ოჯახებიც და მეგობრობებიც და წრეები და ნათესაობა შეიკრება ღირებულებების ირგვლივ და იქნება ძალიან ისეთი გლობალური და აღარ იქნება ეს კანის ფერი ეროვნება ის არ იქნება პრევალენტური მთავარი იქნება ალბათ ღირებულებები მომავლის ჯანსაღი ღირებულებები და წარსულის ნიადაგი იქნება პატივცემული ისევე როგორც დედა და მომავლის ღირებულებები სადაც იქნება შეცდომები აუცილებლად იქნება ინტიმის და სიყვარულის ობიექტი როგორც ცოლი აბა ამას დღეს გისურვებ და ბედნიერ ახალ წელს ალბათ ხვალაც ჩავწერ ლაივს ეხლა მით უმეტეს ვისვენებ მეტი ენერგია მაქვს ხოლმე დროებით